მწერალთა სახლი. შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო და სტუდია კოცსი წარმოგიდგენთ. რევას კვერენჩხილაძის წიგნს საბუთები ღაღადებენ. პროექტი მომზადებულია სტუდია კოცსის ბაზაზე. რევას კვერენჩხილაძე, საბუთები ღაღადებენ. წიგნში წარმოჩენილია დამოუკიდებლობის მოპოვების 1918 წლის სიხარულთან ერთად მისი მოვლა პატრონობის მოწოდებანი და გარემოებანი. დამოუკიდებლობის სულისკვეთება და ამის გამომხატველი მიმართვები, პუბლიცისტური წერილები, დაბეჭდილი თუ ზეპირად გავრცელებული ლექსები, ამბები. დამოუკიდებლობის დაკარგვის 1921 წლის ტრაგიკული გარემოებანი. საქართველოს რევოლუციური კომიტეტისა და კომპარტიის ცეკას დადგენილებანი და განკარგულებანი. პარტიის ხელმძღვანელთა აღიარებანი. შინ სახკომის მუშაობის მეთოდების მამხილებელ დაკითხვათა ოქმები თუ სხვა საიდუმლო მასალები. მისივე მუშაკების განამხელი. შინ სახკომის ფარული თუ გაშიფრული აგენტების, დამსმენთა და პროვოკატორთა შეტყობინებანი. რეპრესირებულთა მონათხრობი. განცხადებანი შინაგან საქმეთა კომისრისა და პარტიის ცეკას სახელზე. საპატიმროდან მოწერილი ბარათები და ნაპატიმრალი ლექსები. საქართველოს მწერალთა კავშირის დიდხანს გასაიდუმლოებული სტენოგრამები, პარტიული ცენზურის დადგენილებანი. ამ წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით გაწეული უანგარო დახმარებისათვის ავტორი გულითად მადლობას უხდის საზოგადოება მემორიალის თავმჯდომარეს ბატონ გურამ სოსელიას, ამავე საზოგადოების პრეზიდიუმის წევრს ილამაზ მიწიშვილს, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორს გიორგი ციციშვილს და ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორს გელა საითაძეს. რედაქტორი როსტომ ჩხეიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, რეცენზენტები გელა საითიძე, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ციციშვილი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი. ჩვენთვის ძვირფასია მშობლები, შვილები, ახლობლები, მაგრამ ყველა წარმოდგენა სიყვარულზე თავს იყრის ერთ სიტყვაში: სამშობლო. მარკუს ტულიუს ციცერონი, ძველი წელთაღრიცხვით 106-43 წლები.
წინათქმა. ეს წიგნი დამაწერინა იმ სატკივარმა, რაც მეც და ჩვენი ქვეყნის ბევრ პატიოსან მოქალაქეს გვაწუხებს და ძილს გვიფრთხობს, რადგან არ არსებობს სიმშვიდე მისთვის, ვინც პატარა ერის შვილია. გივი გეგეჭკორი. ამ გულის დამამძიმებელი დარდისა და ტკივილის გამომწვევი მიზეზებია ის შეცდომები, რაც მე-20 საუკუნის დასაწყისში დაუშვა ქართველი ხალხის დიდმა ნაწილმა, რომელმაც ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის, ვაჟა ფშაველასა და მათი თანამებრძოლების ნალოლიავებ ანა ღორძინები ეროვნული შეგნების შემდგომი გამტკიცების ნაცვლად თავი გააბრუებინა და გააბრიყვებინა ინტერნაციონალისტურ მარქსისტულ და სოციალ-დემოკრატიულ მოძღვრებებს. ზემოხსენებული მოძღვრებებით განპირობებული ჩვენი ის უბედობა დამოუკიდებლობის მოპოვების შანსის გაჩენისას, რომ ქართველი ხალხის საოცნებო ნანატრი თავისუფლებისათვის, ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გაძღოლა ბედის ირონიით არ გუნა სოციალ-დემოკრატების პარტიას, რომელსაც ეროვნულ სატკივარზე გაცილებით მეტად სოციალური საკითხების მოგვარება აწუხებდა. ის უგულობა და უმოქმედობა, ეროვნული საკითხის მეორე რიგის მოსაგვარებლად ჩათვლა და იმ შორსმჭვრეტელობის უქონლობა და უნიათობა, რასაც სოციალ-დემოკრატები, მათი ხელმძღვანელობის ინტერნაციონალისტი უმრავლესობა იჩენდა საშვილიშვილო საქმის, საუკუნეებში ნაოცნებარი განძის, თითქმის ნაჩუქარი დამოუკიდებლობის მოვლა პატრონობაში და კიდევ ის სიმწარე და ტკივილი, შეშფოთება და ცრემლები, რაც გამოიწვია საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვამ, მისი ბოლშევიკურ იმპერიაში შეყვანამ, იქ გამეფებულმა წითელმა ტერორმა და განუკითხაობამ, ამ საყოველთაო შიშის თვალთვალის, დასმენის, დაპატიმრება გამოძიების, სასტიკი და საშინელი მეთოდების, გვემაწამების, სისხლის მსმელობის, მასობრივი გადასახლება დახვრეტების გაბატონებამ, ბოლოს კი იმ აღშფოთებამ, რასაც იწვევს ძველი შეცდომების მიჩქმალვა მიჩუმათება, გაუთვალისწინებლობა, გონება ჩლუნგივით მათი ხელახლა ჩადენა, გამეორება და გამეორება. ჩვენ ახალ თაობას ჰაერივით ესაჭიროება ერის პირუთვნელი ისტორია. დღეს, როდესაც საბჭოური რეჟიმის დროსაც ნაცხოვრებ, ბევრ ადამიანს გონია სტალინმა უკანონობათა შესახებ არაფერი იცოდა, ბერიას კი საქართველოსათვის სიკეთე უნდოდა და რაც უფრო საგანგაშოა, ეს შეფასება ფეხს იკიდებს ახალი თაობის ზოგიერთ წარმომადგენლებშიც, ქვეყანას ესაჭიროება ისეთი წიგნები, რომლებშიც გარდა ზემოხსენებულისა, საერთოდ მიუწვდომელ თუ არა, ძნელად მოსაპოვებელ საბუთებზე, დოკუმენტებზე დაყრდნობით, ჩვენ ახლო წარსულიდან წარმოდგენილი იქნება ჩვენი ქვეყნის მიმართ გამოჩენილი მეფისა და ლენინ-სტალინის იმპერიული რუსეთის სივერაგე, დასახრეთთა სიების ხელის მომწერი, სტალინისა და კომპარტიის სხვა ხელმძღვანელთა ნამდვილი სახეები, შინსახკომელთა და მათი უფროსების სისხლის მსმელობა, რაც იყო ბოროტების იმპერიის ცხოვრების წესის კანონზომიერი გამოვლინება, ლენინური წითელი ტერორის სტალინური გაგრძელება, სურათი, რომელშიც ტოლობის ნიშანი არ იქნება გავლებული შავი საქმეების გაკეთების შემდეგ მოწმეობისათვის მოცილებულ, დახვრეტილ ჯალათებსა და მათ მსხვერპლთა საქართველოს საუკეთესო შვილებს შორის, რასაც ამ ყოვლად გაუმართლებელ, შემწყნარებელ ეთიკურ ნონსენსს მიმართავენ ზოგიერთნი, სურათი, რომელიც კიდევ ერთხელ დაგვაბრუნებდა იმ საშინელ რეალობაში, ჩვენს თაობებს თანმდევ ცოდვათ რომ გადმოყვა.
დღემდე გვაფორიაქებს და გვაფრთხილებს. ვიბრძოლოთ იმისათვის, რათა არასდროს განმეორდეს ის სისხლიანი დრო. სურათი, რომლის წარმოჩენისას ავტორი სიფრთხილესა და დელიკატურობას იჩენს თითოეული ფაქტორისა და მოვლენის განსჯის დროს, როდესაც მან კარგად იცის შინ სახკომი რა ჯოჯოხეთური ხერხებით, არაადამიანური წამებით ახერხებდა აღიარებითი ჩვენების გამოგლეჯვას, რა მზაკრულად აღწევდა ადამიანთა ბიოგრაფიების ლაფში ამოსვრას. სწორედ ამ წარეს სინამდვილის დამამტკიცებელი საბუთებია წარმოდგენილი ამ წიგნში. ამ დოკუმენტებიდან განსაკუთრებით გამოსაყოფია ლიტერატურული მუზეუმის დირექტორის, პოეტ იზა ორჯონიკიძის მტკიცე მოთხოვნით მწერლების საქმეები მათ მუზეუმში უნდა ინახებოდესო საქართველოს უშიშროების კომიტეტის მიერ იქაც აღმოჩენილი ზოგიერთი საღად მოაზროვნე თანამშრომლის დახმარებით 1991 წლის ზაფხულში ლიტერატურული მუზეუმისათვის გადაცემული რეპრესირებული მწერლების საგამოძიებო საქმეების 50-მდე ტომი, რომლებიც მე, მწერალთა კავშირის თავმჯდომარის პოეტ მუხრან მაჭავარიანის შუამდგომლობით და ქალბატონ იზას სრულინდობის გამოცხადებით მუზეუმის თანამშრომელთა კეთილგანწყობილი ხელშეწყობით გამხნევებული 3 თვის განმავლობაში 1991 წლის ივლისი, აგვისტო, სექტემბერი ყოველ სამუშაო დღეს 10-დან 16 საათამდე ვამუშავებდი. ამის შემდეგ მალე პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას განკარგულებით კულტურის მინისტრის ედმუნდ კალანდაძის 1991 წლის 25 ოქტომბრის ბრძანებით პრეზიდენტის კანცელარიაში გადატანილი ეს საქმეები კანცელარიის ადმინისტრაციულ-სამეურნეო განყოფილების გამგემ ჩაიბარა. გადაბარებისას ლიტერატურული მუზეუმის ხელნაწერთა დაცვის თანამშრომლებისთვის პრეზიდენტს უთქვამს მუზეუმთან თოფიანი ხალხი დათარეშობს და მეშინია ამ საქმეებს რაიმე არ მოუვიდესო. 1991 წლის იანვრის მოვლენების შემდეგ ამ საქმეების კვალი დაიკარგა. ამ საქმეების გამოყენებამ მეტი დამაჯერებლობა შესძინა ამ წიგნს. ამის მიუხედავად გთხოვთ ისიც გაითვალისწინოთ, მე ყველაფერს ვერ მოვიცავდი. ეს არც მიცდია. ძველი წელთაღრიცხვით მე-7-მე-6 საუკუნეების პოეტის საფოს სიტყვებით რომ ვთქვათ, არ მქონდა ზრახვა, უნაპირო ცას შევხებოდი. ამრიგად როგორც ხედავთ, ჩემი ტკივილიც და ამ წიგნის მთავარი და ერთადერთი თემაც საქართველოა. სხვაგვარად პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველოთი იწყება ჩემი ღია ბარათი. შესავალი ჩვენი ეროვნულ სახელმწიფოებრივი ცხოვრების თავისთავადობის შენარჩუნებისათვის წარმოებული მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის ორი უკანასკნელი ასწლეული დაკავშირებულია ჩვენს ერთ-ერთ დიდ მეზობელთან, რომელსაც ეროვნების შენარჩუნებისათვის შემწედ ქცეული ჩვენივე სარწმუნოების მართლმადიდებელი ქრისტიანული აღმსარებლობის გამო ვენდეთ და მფარველობა ვსთხოვეთ. იმან კი მანამდე ბევრი სხვა ხალხის ჩამყლაპავმა, რაც ჩვენი ბედკრული ქვეყნის მეთვალყურეებს უნდა სცოდნოდათ და რასაც ჩვენი მეფეები უნდა გაეფრთხილებინა, მფარველობის ნაცვლად უფრო რომ დავესუსტებინეთ, ფიზიკური განადგურების პირამდე მიყვანით მეტად დამთმობი გავეხადეთ, ქრისტიან ქვეყანასთან დაახლოებით განაწყენებული მაჰმადიანი მეზობლების ჯარებს პირისპირ შეგვატოვა, ბევრჯერ გვიმუხთლა, დაგვამცირა,
ბოლოს კი იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტით ქართლ-კახეთის სამეფო მოგვიანებით დანარჩენი საქართველოც ვერაგულად თავის ნაწილად გუბერნიებად აქცია. კომუნისტურ საქართველოში ბევრს არ მიეცა საშუალება საჯაროდ გამოეთქვა თავისი აზრი საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე. მით უფრო დასაფასებელია, რომ წითელი რუსეთის მიერ საქართველოს ხელახალი ჩაყლაპვის 1921 წლის მწვავე განცდის ჟამს 1924 წლის ბობოქარ დღეებში თეთრი რუსეთის 1801 წლის სივერაგის გახსენებითაც მოშხამულ მიხეილ ჯავახიშვილს თავის ნომერ პირველ უბის წიგნაკში მიუხედავად შიშიანობისა ჩაუწერია საქართველო გეოგრაფია დიქცა და ეს ხალხური ლექსით შეუტანია მას გაუხმეს თავის კაჩხა ვინც ერეკლეს რუსი უქო თქმა არ უნდა რომ ეს ქართველთა ნების წინააღმდეგ მოხდა თბილისის სიონში რუსული ჯარით გარშემორტყმულ თავადაზნაურობას ძალით დაადებინეს ზემოხსენებული მანიფესტის ერთგულების ფიცი კახეთმა ამას მაშინვე 1802 წელს და ცოტა ხნის შემდეგ 1812 წელს აჯანყებით უპასუხა, მაგრამ ძალთა შეფარდება დამპყრობლის სასარგებლო იყო. გაფუჭებული საქმის გამოსწორება ყოველთვის უფრო ძნელია. მოგვიანებით მწერალმა და მეცნიერმა აკაკი გაწერელიამაც გამოთქვა თავისი აზრი, იქნება უფრო დეკლარაციული ვიდრე მეთოდოლოგიური, მაგრამ მაინც თავისი მოსაზრება. ერეკლე მეორეს ვერ დავაბრალებთ, რომ მას მშობლიური ერის უღრმესი ერთგულება და სიყვარული არ ამოძრავებდა, მაგრამ მან დაუშვა დიდი შეცდომა. გაიმეორა ვახტანგ მე-6-ის მარცხი ერთმორწმუნეს კვითებს ენდო და მძვინვარე იმპერიის ხახაში აღმოჩნდა პეტრე პირველის ღალატის შედეგად. მარტო ტოტლებენის მაგალითს უნდა დაერწმუნებინა ერეკლე მეორე, რომ მისი ჩრდილოელი მეზობელი დამპყრობელი ვერაგი ხელისუფალი გახლდათ. სამწუხაროდ დიდ მეომარს შორს მჭვრეტელობა არ აღმოაჩნდა საკუთარი პოლიტიკური ორიენტაციის სფეროში, მაგრამ ამ საკითხში სავსებით ვიზიარებ ნიკოლოზ ბარათაშვილის აზრს. რუსეთმა ჩვენ აგვაცილა შავი ზღვის და კასპიის ზღვის ხელვას. ესე იგი სულის მღაფავი სეფიანთა იმპერიისა და ოტომანთა აგრესიის მხრივ მოსალოდნელი საფრთხენი. მაგრამ საქართველო არანაკლები და ჯერ აშკარა მერე შემპარავი აგრესიის მსხვერპლი აღმოჩნდა. ჩვენ სრული ეთნიკური და კულტურული გადაგვარება, ანუ რუსიფიკაცია გველოდა. ვორონცოვი დიპლომატიურად ანხორციელებდა ამ კურსს. მომდევნო მეფის ნაცვალი კი აშკარად და მოურიდებლად. ამ დროს გამოუჩნდა ჩვენს ხალხს ჭეშმარიტი ლიდერი ილია ჭავჭავაძე, რომელსაც თავისი დიადი და მესიანისტური მოღვაწეობის გამო წიწამურში შუბლი გაუხვრიტეს ბერდენის ტყვიით. არც სასანიდების, არც არაბთა ბატონობის საუკუნეში, არც მონგოლთა ბატონობისას, არც სეფევიდების ირანის 1625-1722 წლების მმართველობისას საქართველოში მეფობა ფაქტიურად არ გაუქმებულა. მხოლოდ ჩვენში რუსების მიერ ანარქიის შემდეგ აღმოჩნდით სრული ეროვნული და კულტურული ასიმილაციის წინაშე. და ეს დაისახა მიზნად მე-19 საუკუნის რუსეთმა, რომელსაც ნესელროდები, ბეკენდორფები და დუბელტები მართავდნენ. არსებითად უსამშობლოს კვითებს უნდა გადავეყლაპეთ. ბოლოს ლენინს სტალინის ტირანიასაც გადავურჩით. ერეკლე მეორის ერთგულება და სიყვარული სამშობლოსადმი, მხედრული სიმამაცე და ენერგია დიდად დასაფასებელია, მაგრამ არის თუ არა ეს საკმარისი
ქვეყნის ბედის სწორად წასამართავად. ამაზე ბევრი ქართველი დაფიქრებულა, მათ შორის მიხეილ ჯავახიშვილი. აი მისი აზრი ამის თაობაზე. შეუპოვრობა სჯობია ენერგიას. შეუპოვარი იყო დავით აღბაშენებელი, ენერგიული იყო გიორგი სააკაძე და ერეკლე მეორე. მეფის რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გაუქმების 1 საუკუნის თავზე იმპერიიდან თავის დახსნის ყველაზე დიდი შესაძლებლობის გაჩენისას განვითარებულმა მოვლენებმაც დაამტკიცა, რომ მარტო ენერგიულობა და ამას მიმატებული სამშობლოს სიყვარული, რაც განსაკუთრებით აკლდა 1918-21 წლების საქართველოს მმართველ პარტიას არ კმარა. ამ და კიდევ სხვა აუცილებელ თვისებებთან ერთად სწორი პოლიტიკის გატარება, რომ აუცილებელზე აუცილებელია, ამის შესახებ 1921 წელსვე საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაკარგვის ცხელკვალზე კიდევ ერთმა ღირსეულმა ქართველმა მწერალმა, სერგო ამაღლობელმა საქვეყნოდ განაცხადა წერილში საქართველოს დამოუკიდებლობა. შეიძლება დიდი მამულიშვილი იყოთ, შეიძლება მსხვერპლად მიიტანოთ სიცოცხლე ერის საკურთხეველზე, მაგრამ ამავე დროს ისეთი პოლიტიკა აწარმოოთ, რომელიც დაამხობს ეროვნულ საქმეს, გაანადგურებს ერის თავისუფლებას. ამიტომ არის საჭირო დიდი სიფრთხილე, დიდი დაკვირვება, დიდი ალღოს ქონება, რომ ერის თავისუფლებისაკენ სავლელ გზას არ აცდე, გზის შერჩევაში არ დამარცხდე. ვაი რომ ჩვენი საუკეთესო შორშმჭრეტელი შვილების გაფრთხილების მიუხედავად ქართველთა უმრავლესობა ამ სიფრთხილესა და დაკვირვებას შემდეგ და შემდეგ სულ უფრო და უფრო ნაკლებ ვიჩენდით. საქართველოს დაპყრობის 116 წლის შემდეგ რუსეთის ცარიზმის თეთრი იმპერიის წითლად ბოლშევიკებად გადაქცევა მხოლოდ ფერის შეცვლა გამოდგა. მეზობელი ერებისა და ხალხებისადმი მიმართულმა პოლიტიკამ თუ რაიმე ცვლილება განიცადა, მხოლოდ უარესობისკენ უფრო ცბიერული და მუხანათური გახდა. ეს პოლიტიკა ერების, ტომების, ქვეყნების გაუმაძღარი ყლაპვა და იმაზე დაუფიქრებლობა, რომ გადაყლაპულის მონელება გაჭირდებოდა, საბედისწერო გამოდგა. მან რუსული იმპერია დანგრევამდე მიიყვანა. მაგრამ ვიდრე ეს მოხდებოდა, მე-19-ზე რომ არაფერი ვთქვათ, განათლებულ მე-20 საუკუნეში საბჭოთა იმპერიამ ძმობასა და თანასწორობას რომ გვპირდებოდა, თავი რომ ხალხის გონებად და პატიოსნებად მოჰქონდა, ბევრჯერ მოინდომა ჩვენი გარუსება, საქართველოსა და ქართველების სახსენებელის მოსპობა. ეს წიგნი უმთავრესად საბუთების ენით მოგვითხრობს ჩვენი უბედობის ამ უკანასკნელ ეტაპზე, რომელიც ბევრი ჩვენგანის სიცოცხლის წლებს დაემთხვა. რევას კვერენჩხილაძე, საბუთები ღაღადებენ.